რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსია ჩვენთან ერთად. მადლობა რომ ხართ და დაგვეხმარებით ამ ყოველფრის ანალიზში, რასთან გვაქვს საქმე საღამოშვიდობისა. მოგესალმებით. საქმე რა თქმა უნდა არის სერიოზულ სკანდალში და მე მინდა აღვნიშნო მართლაც რომ სახელმწიფოებრივი მიდგომა თქვენი როდესაც დილიდან გადის ეს ინფორმაცია და არსად არაჩანს კონკრეტული რიცხვები და კონკრეტული შინაარსი და ეს ხდება მანამდე სანამ თქვენ დაგიკავშირდებოდნენ და ასე ვთქვათ გთხოვდნენ რომ ეს ინფორმაცია არ ყოფილიყო საჯარო ვინაიდან შესაძლებელი ამით სახელმწიფო დაზიანებულიყო. ჯერჯერობით ეს არის კომერციული კონტრაქტი. ეს არის გაზპრომსა და გაზის და ნავთობის კორპორაციას შორის. ორ ასე ვთქვათ კომერციულ სტრუქტურას შორის. ერთი სახელმწიფო სტრუქტურა ქართული მხრიდან, მეორე გაზპრომი, რომელიც ასევე კომერციული დაწესებულება შერეული, ასე ვთქვათ, სახელმწიფოსა და კერძო კაპიტალით. ამიტომ ამის გამჟღავნება, კომერციული საიდუმლოების გამჟღავნება, ეს არ არის სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება. და რომც არ დაგემალათ ეს თქვენ არავითარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება არ გეკისრებოდათ, მithumetes ორი კვირა ეს იდო. მაგრამ მოიქეცით სწორად. და სწორედ იმის გამო რომ მთავრობის დაუდევრობის, არაკომპეტენტურობის, უნიათობის, უნიათობებს ვეძახდით 10 წლის წინ, ახლა ბოროტებს ვეძახდით, მაგრამ ის უნიათო ეს სიტყვა გაგვახსენდა. და წინა საახალწლო პახმელის გამო ვიღაცამ ნაცვლად იმისა რომ აეტვირთა მთავრობის დადგენილების მხოლოდ ღია ნაწილი მიაყოლა მთელი საიდუმლო ასე ვთქვათ აი ეს დოკუმენტები. ვინ იცის მართლაც გაზპრომი შეიძლება წავიდეს და როგორც ინტერრაომ მოუგო საქართველოს 400 მილიონი ლარი აღარ თქვენ აღნიშნეთ ღარიბაშვილის დანაშაულებების ჩამონათვალში 400 მილიონი დავკარგეთ პარიზის არბიტრაჟში დოლარი კატასტროფაა ეს მილიარდ ნახევარი დავკარგეთ ინტერრაოსა და ენკასას სარჩელების გამო და აღსრულება ჯერ არ დაწყებულა თურქული კომპანიის აი ამ სარჩელის გამო ვინაიდან არის ვაშინგტონში ხლა აპელაციაში მაგრამ აგერ 31 დეკემბერს ჩუმად დაიწყეთ გადახდა ინტერრაოსთან წაგებული აი ამ უზარმაზარი ფულის და რა ვიცით იქნებ გამოძრეს ახლა ეს გაზპრომი და მართლა უჩივლოს ვინაიდან ერთია კომერციული საიდუმლო მაგრამ კომერციული საიდუმლო გამჟღავდა ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედების გამო. გაამჟღავნა გაასაჯაროვა თავად მთავრობის ადმინისტრაციამ ბატონ რომან რომ ვისაუბროთ იმაზეც რაც საჯარო ინფორმაცია არის რა მონაცემებიც ახლა ხელში გვაქვს. ერთი რაც დაამატა ამას თავად გაზპრომმა რომ 40.9% თუ თავად გაზპრომის ინფორმაციას დავაყენებთ გასულ წელთან შედარებით გაზრდილია საქართველოსთვის იმპორტი. ძალიან დიდ მოცულობაზე გავდივართ. მილიარდ 100 მილიონი გამოდის. თავად აი ეს ყველაფერი, თავის დროზე შეცვლილი კონტრაქტი და საბოლოო ჯამში ახლა გაზრდილი მოცულობა პოლიტიკურად უფრო მიბმა რუსეთზე. რა ზიანის მომტანია ჩვენთვის? აი გაზის ბალანსი რომ ავიღოთ და რომ ვაჩვენოთ ნებისმიერ ნეიტრალურ ადამიანს და არ უთხრათ რა ქვეყანაა. და უთხრათ რომ აი ვაჩვენოთ 10 წლის წინ 2017 წლიდან როდესაც კალაძემ მოაწერა ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულებრივ ხელშეკრულებას ხელი როდესაც გაზის ტრანზიტის პირობები შეიცვალა და ამის შემდეგ უკვე 2018-დან ზალაში შევიდა გასული 8 წელიწადი და გაორმაგდა ფასები გაზის ტრანსპორტირების მაშინ იმ დროს თუნდაც 2019-ში 1100 ლარი იყო ხელფასი და ინფლაციის გამო დღეს უკვე საშუალო ხელფასი 2280 ლარია. ანუ გაიზარდა ხელფასი, გაიღადა ხარჯები, ამას ერთი კოვიდ ასე ვთქვათ პანდემიის დროს ფასების და მეორე უკრაინის ომი და ახლა ჩვენ რა ფულსაც ვიღებთ აი ამ კალაძის მიერ გაფორმებული აი ამ ზარალიანი კონტრაქტის შემდეგ 8 წლის მერე ფაქტობრივად მიღებული ფული გაზის ტრანსპორტირების ხარჯებს ვერ აუდის და ფაქტობრივად არავითარი ფული არ გვჭება რომ რუსეთიდან გაზი ვიყიდოთ. ეს უბრალოდ მე ვამბობ ვიღაცამ რომ აი ეს ცხრილი წაიკითხოს იტყვის რომ ეს ხელისუფლება სცილდება დასავლეთს ანუ გაზის ბალანსში ჩანს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. სცილდება დასავლეთს. გაზპრომს ებმება, რომელიც ვიცით რომ ეს არის რუსეთის ასე ვთქვათ პოლიტიკის საომარი პოლიტიკის ასე ვთქვათ გატარება ეკონომიკური კუთხით.
ეს არის ომის დამფინანსებელი ორგანიზაცია და მთელმა მსოფლიომ იცის რომ გაზპრომი ეს არის სისხლიანი ფული რომელთაც არსებობს რუსეთის ბიუჯეტი როსნეფტთან ერთად და რომელი ფულითაც დღეს უკრაინაში იხოცებიან ათეულათასობით ადამიანები. მოდით ვნახოთ ახლა რა ხდება აი ამ ბალანსში. დღეს საქართველოს მოიხმარს 3.1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს. რა იყო ჩვენი გაზის მთავარი წყარო? პირველი ეს უფასოდ მიღებული გაზი. ჩვენს ტერიტორიაზე გატარებული აი ეს ტრანზიტით ბაქო-თბილისი ერზერუმის აი ეგრეთ წოდებული სამხრეთ კავკასიური გაზსადენით რამდენი ასე ვთქვათ კუბური მეტრიც გაივლის იმდენი 5% გვჭება ჩვენ. დღეს უკვე ეს ავიდა 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე. როდესაც ბაქო-თბილისი ერზერუმის პროექტი ასე ვთქვათ გავიდა ქმედებაში 7 მილიარდი გადიოდა და მისი 5% 350 მილიონი იყო. ეხლა 22 მილიარდია. ანუ ეს მისი 5% 1.1 მილიარდი ეს არის ჩვენი სიმდიდრე. აი ეს არის ამ ტრანზიტის საფასური ოღონდ აი ამ შახდენიზის კონსორციუმის გაზის გატარებისათვის. სხვათაშორის ეს მილიარდს უკვე ფაქტად შეიძლება 1 მილიარდი დაემატოს და ერთი გადიდება, ანუ ამ მილის გაფართოება ერთხელ უკვე მოხდა 2 მილიარდი ჩაიდო უცხოური ინვესტიცია საქართველოში და კიდევ ალბათ მოუწევს თუ კი აზერბაიჯანში გაზის მოპოვება გაიზრდება. ეს იყო ჩვენი სიმდიდრე. მეორე ეგრეთ წოდებული ოპციური გაზი. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ტრანზიტის აი ამ საჩუქარი, ასე ვთქვათ, საფასურის დამატება იყო შეღავათიანი გაზი, რომელიც მაშინ, როდესაც ხელშეკრულება გაფორმდა, იყო $15 1000 კუბურ მეტრზე. ანუ დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები რაც დღეს რაფასადაც დღეს საქართველოს ყიდულობს გაზს. შემდეგ აი ამ დაახლოებით 30 წლიანი კონტრაქტია და 96-ში ვადაგაზდის და $72-75. აი ამ იაფად ნაყიდი 9.5 მილიარდი. ანუ 1.1 მილიარდი, 9.5 მილიარდი, 1.6 მილიარდი. ამ 1.6 მილიარდიდან დაახლოებით 300-400 მილიონი იყო გაზპრომის გაზი. ეს ავედით 2 მილიარდამდე. საიდან დანარჩენი 3.1. ეს იყო აზერბაიჯანის გაზი. ეს იყო ეგრეთ წოდებული სოკარის გაზი. ჩვენ ორი არხით ვღებულობთ გაზს. ერთი დიდი, ასე ვთქვათ, ბაქო-თბილისი ერზერუმის საერთაშორისო მილსადენით დაცული, აბავინონ გაუბედოს და ერთი რაღაც ბომბი ჩამოაგდოს. ბაქო-თბილისი ერზერუმი კი არა, ბაქოს სუბსის დროებითი ახლა გაჩერებულია ნავთობსადენი, რომელიც 1 კილომეტრი გადის ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, იქაც კი რუსეთმა ვერ გაბედა პროვოკაცია. და ეს გაჩერებულია და შეიძლება ყაზახეთმა ეს დაცული ხაზი. მეორე? ხო. და მეორე ეს არის აზერბაიჯანული გაზის სოკარის გაზი, რომელიც შემოდის ვიწრო დაანგრეული ამორტიზებული მილი იყო და აღადგინეს ისე როგორც ჩვენი გახვრეტილი მილი რუსეთიდან სომხეთში რომ მიდის და $60 მილიონი ამერიკელებმა გვაჩუქეს და მოხდა მისი რეაბილიტაცია, ამ პატარა მილით შემოდიოდა 1.1 მილიარდი. ვინაიდან ეს არის ძველი და თავის დროზე 8 მილიარდი გამტარობა ჰქონდა, მაგრამ დღეს 2.5-ზე მეც ვერ გაატარებს. ეხლა აი ეს იყო სურათი. ანუ სად არის რუსეთი? რუსეთის ხვედრითი წილი იყო ძალიან მცირე. ეხლა რას ხედავთ? აი ეხლა ახლანდელი ბალანსი გამოქვეყნდა, სემეკმა გამოაქვეყნა, ეს რიცხვები არ არის ჩემს მიერ მოგეთ. კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვაჩვენოთ მაყურებელს ჩვენ ეს გრაფა 2024 წელი და რა მოხდა შარშანში? 788 მილიონი კუბური მეტრით, მაგრამ საინტერესოა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დინამიკა. ეს ის პერიოდია, როდესაც ევროპა უარს ამბობს რუსულ გაზზე. და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ალტერნატივა მეტი აზერბაიჯანიდან მოგვეძია, რა ვქენით? რა მივიღეთ 800 მილიონი კუბური მეტრი უკვე გახდა რუსული გაზი, ანუ გაორმაგდა მისი მოცულობა აი ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და რა იკლო სოკარის გაზმა. ანუ 1.1 მილიარდის ნაცვლად აზერბაიჯანი გვაძლევს 700 მილიონ კუბურ მეტრს. გამოდის და რაში არის ამ ქვეყნის ასე თქვა სისუსტე, უსუსურობა, საერთაშორისო პარტნიორობის დაკარგვა, იმუნიტეტის დაკარგვა. როგორც კი ადამიანის იმუნიტეტი ეკარგება, მეგობარი არ აყავს. არავინ არ აყავს რეგიონში. ეგონათ რომ 3+3-ში გაერთიანდებოდა და ახლა ირანს ალბათ დღეს ამხვალ ბომბებს დააყრის ტრამპი. სომხეთი ევროკავშირში მიდის.
თურქეთი აზერბაიჯანი მოწყდა დსთ-ს და უკვე აგერ თურქეთის მფარველობის ქვეშ თუ შეიძლება ასე ითქვა საქართველოს ადგილი 3+3-შიაც კი არ არის დაიშალა ეს სისტემა რა შეაწყობს აზერბაიჯანს რომელსაც ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან საქართველოსთან მეგობრობა ან სომხეთს რომელიც ევროკავშირში ასე ვთქვათ დემოკრატიისა და ევროკავშირის მიმავალ ქვეყნებში კავკასიაში უკვე ლიდერი ხდება ეულად და დავკარგეთ ევროკავშირი დავკარგეთ ისა რა ქვია ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები დაგვეკისრა და აგერ მეგობარი ირანის სახელმწიფოც კი რომელიც ერთადერთი იყო ისიც კი რა დღეში ავხედავთ თავად რუსეთმაც დღეს თითქოს გაზპრომის ტექსტში ჩანდა რომ სიამაყით გამოაცხადა ვისთვის გაზარდა იმპორტი ხო აი და ამ ჩამონათვალში ვის ვხედავთ საქართველოსთან ერთად ჩინეთი ყაზახეთი ყირგიზეთი აი ეს თავისთავად რა შთაბეჭდილებას ეს არის ის ძველი პოლიტიკა ეს მას ერქვა ჩუბაიშის პოლიტიკა რომელიც ახლა კი გაქცეულია და უფრო დემოკრატად ითვლება მაგრამ თავის დროზე მისი ფორმულირება იყო რომ ის რისი გაკეთება არ შეუძლია ტანკებს შეუძლია ბანკებს აი ეს იყო ანუ ასე ვთქვათ ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტებით ქვეყნის დამორჩინება ენერგოექსპანსია ასეთ ტერმინსაც ხმარობდნენ 2006 წელს რა პერიოდიც გავიხსენე როდესაც რუსეთმა გამოიყენა ეს ენერგოექსპანსია ბერკეტი კი და თავის მხრივ აი ბატონო მან ცოტა კიდევ უფრო რომ გავცდეთ ამ საკითხს თითქოს ქართული ოცნება ახლა რაღაცა ფასების ზრდას ებრძვის თითქოს კორუფციას ებრძვის სინამდვილეში ხა აღარ მოვაწყენ მაყურებელს იმ ფრაზების შეხსენებით, რაც ბიძინა ივანიშვილისგან გვესმოდა ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით, ტარიფები სინამდვილეში გაიზარდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. რომ მართლაც სურდეთ ფასების ზრდასთან ბრძოლა, ინფლაციასთან ბრძოლა, რომ სურდეთ კორუფციასთან ბრძოლა. აი რას დავინახავდით დღეს? თუნდაც ღარიბაშვილის დაკავება, რა იკითხება იმ ბრალში და იმ ბრალის მიღმა მე არ მეყოფოდა საეთერო დრო, რა საკითხებით საზოგადოების მხრიდან არის დასმული ღარიბაშვილის. აი ღარიბაშვილის ხსენება ბევრ სხვა თემებს წამოწევს პირველ რიგში 400 მილიონი ენკას ზიანი რომელიც საფრანგეთის არბიტრაჟში წავაგეთ, ხოლო კალაძის ხსენება 39 მილიონი დოლარი რომელიც 400 მილიონი ლარია და რომლის გადახდავკე ბიუჯეტმა ასე თქვა დაიწყო და ამის ასოციაციას იწევს, მაგრამ გაზის თემა მოდით ამოვწუროთ ორიოდე წუთში. რომ და რატომ ვამბობ რომ დასუსტებული იმუნიტეტ არ მქონე ქვეყანა აი როცა იმუნიტეტი არ გაქვს და პატარა გაციობა შეგეყრება და ჩაგაგდებს საწოლში და არავითარი ძალა არ გაქვს. საერთაშორისო იზოლაციამ იმდენად დააძაბუნა საქართველოს, რომ ის ვერ უბედავს უკვე აზერბაიჯანს, რომელმაც ეთყობა თხოვა რომ მოდი ახლა შენ წადი რუსეთში იყიდე გაზი. აგერ გაზპრომთან და ეს 400 მილიონი მე მომეცი და მე ამას უკვე ევროპაში გავიტან. უფრო ძირად. რა თქმა უნდა, ეს 22 მილიარდი კუბური მეტრი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, აქედან 10 მილიარდი მიდის ევროპაში. და ანუ ჩვენ გვრჩება აქ აი ეს დაახლოებით 1.5 მილიარდი, დანარჩენი რჩება თურქეთს და ევროპას. იქ სამჯერ მეტი ღირს. ამიტომ აზერბაიჯანმა ასე ვთქვათ გითხრა ამავე დროს ფარული მუხარებიც არის გვახსოვს ახლა მარტო 2 წლის წინ რაღაცის გამოიგონეს თურმე ტარიფები მაღალია და სომხეთის თემა მიაბეს და ანუ შეშინებულ მამთავრობამ უფასოდ გაატარა პირველი ეშელონი სომხეთიდან საქართველოს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლეთ სომხეთში პატარა ასე ვთქვათ კრიტიკული შენიშვნა და ეს ბაჭიებივით შეშინებულ პოზაში დგება ხელისუფლება ანუ რა მოხდა აზერბაიჯანის 400 მილიონი კუბური მეტრი ჩანაცვლა გაზპრომმა კიდევ უფრო მეტი აზერბაიჯანმა საქართველოს უთხრა რომ შემოდის შენთან მილიარდ-ნახევარი კუბური გაზი აი ამ დიდი დაცული ნავთობსადენიდან ბაქო-თბილისი ერზერუმიდან საიდანაც შემდეგ უკვე თურქული გაზის სისტემიდან იქით ბალკანეთში და ევროპაში შედის. მოდი შენ აქედან გაზს ნუ წაიღებ. მომეცი თავისუფალი სივრცე. ეს გაზსადენე სავსეა. მორჩა უკვე. 22 მილიარდი კუბური მეტრით ეს გაზი აივსო და მათში მილიარდ-ნახევარი ჩვენი იყო. ამ საქართველოს ამ გასაწყლებულებმა დაუთმო აზერბაიჯანს ეს სივრცე და აზერბაიჯანმა დამატებით მილიარდ-ნახევარი კუბური მეტრი გაზი გაიტანა ევროპაში, რომელიც სულ მცირე
1000 კუბური მეტრი $300 მილიარდ ნახევარი გავამრავლოთ სამსაბზე და ეს არის 4 თუ ამას გაყიდეს თურქეთში ეს არის $9 მილიარდი. ხოლო თუ ამას გაყიდეს ევროპაში იქ $600-ია ეს მაშინ გამოდის დაახლოებით $1 მილიარდი. ანუ ჩვენ დავთმეთ ჩვენი სივრცე ამ გაზსადენში და გაზს ვღებულობთ აი ამ ნახევრად ამორტიზებული ეგრეთ წოდებული სოკარის ერთ დიამეტრიანი მილით. ანუ ნელ-ნელა ჩვენ დავკარგეთ დასავლური ასე ვთქვათ გაზი და დაცულობა ეს ყველაფერი უსაფრთხოებამდე მიდის თავისთავად. იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი გახდა ჩვენი მთავარი მომწოდებელი, ეს ძალიან დიდი პოლიტიკური გარღვევა იყო და დიდი პოლიტიკური მოლაპარაკებების შედეგი. მაშინ აზერბაიჯანი გვერდში დაუდგა საქართველოს. ესე იგი, და ისი არ გამოჩნდეს, რომ ეს პოლიტიკა დაუძლურებულია, ასე ვთქვათ, ქვეყანა აზერბაიჯანმა და თუნდაც შაჰდენიზის კონსორციუმმაც თხოვა ალბათ, რომელშიც შედის მთავარი მოთამაშეები აზერბაიჯანი, თურქეთი და ეს არის British Petroleum რა თქმა უნდა მათ მიზანს იქნებოდა თხოვნა რუსეთთან მამათი ინტერესებიც არის. ვინაიდან ჩვენ არ ვიცით რა ხელშეკრულება გააფორმა გაზპრომთან კახაკალაძე. თუმცა ყველაფერი ჟონავს ის ენერგეტიკის სამინისტრო დაიშალა ნახევარზე მეტი ხალხი წავიდა. ბოლო მინისტრი იყო კახიკალაძე. ნახევარზე მეტი ან თურქეთში იმაში წავიდა მექსიკის საზღვრიდან ამერიკაში ან გაიქცევა ნახევარი ციხეშია და კიდე ნახევარი უნდა და ინფორმაცია ყველაფერი ვიცით. კალაძის მიერ გაფორმებული 2017 წლის ხელშეკრულებით მიღებული ფულით ტრანსპორტირების ხარჯებსაც თუ ფარავთ. ანუ ზარალიანია. მეორეს კი მაგერ დღეს იყო საუბარი და არ ვამბობთ რა ფასად იყიდა ვინაიდან შესაძლებელია ეს თემა მართლაც გაზპრომმა რაღაც უფრო იაფად ნამდვილად არა ბატონო რომ ვარწმუნებ ამაში მაყურებელს. გაზპრომმა მეც ვიხდით ახლა, ხომ? მეც აი ამ ინფორმაციიდან გამომდინარე მეც ვიხდით, როდესაც 60 მილიარდიანი ევროპის ბაზარი დაკარგა გაზპრომმა. გაზი ჩაუწვა. ვერავინ ვერ ყიდულობს. ერთი წლის შემდეგ სლოვაკეთი და უნგრეთიც კი აი ამ სანქციებს შევერდებიან, ვინაიდან ტრამპმა რაღაც პერიოდი აპატია. სად ყიდის რუსეთი თავის გაზს, რომელიც აი ამ ასე ვთქვათ სამხრეთით მოედინებოდა თურქეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში, საქართველოში. ანუ ამოდენა რესურსი აქვს და კიდევ ფას გვიმატებს. ანუ და კიდევ ერთი ძალიან სარისკო, არ ამგონია რომ ეს მთლად ასე გაცი რომ ქვეყანა, იმიტომ რომ ხელისუფლება არის ერთი და მეორე არის ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგრადობა. 2026 წელს გაზდის ვადა აი ამ 30 წლიან ხელშეკრულებას, რომელსაც ქვია დამატებითი აი ეს იაფი $60 აზერბაიჯანული არ არის. აი ეს ეშლება ხშირად მთავრობასაც, მთავრობიდან გამოვიდნენ და ილაპარაკა იმან ვიღაცამ რომელიღაც მინისტრმა ჩვენი მეგობრული ურთიერთობით აზერბაიჯანთან იმედი გვაქვს რომ ეს ხელშეკრულება გაგრძელდება. აზერბაიჯანი არაფერ შეჭერია. აზერბაიჯანის გაზი არის სოკარის გაზი. აი ეს რომელიც მოდის პატარა მილიდან. ეს არის შაჰდენიზის კონსორციუმის. სადაც წამყვანი არის British Petroleum და რა თქმა უნდა სიტყვა ეთქმის როგორც 20%-იანი წილის ფლობერს თურქეთს და აზერბაიჯანს. იქ არის ირანის და ვხედავთ ირანი რა დღეშია და ირანის ხმა ნულია და იქ არის ლუკოილი რომელიც დასანქცირებულია. რა თქმა უნდა ამ სამ ქვეყანას, მაგრამ გადაწყვეტილებას ღებულობს შაჰდენიზის კონსორციუმი. ჩვენ გვიმთავრდება ეს. საიდან უნდა ვიშოვოთ 500 მილიონი გაზი? გამოდის რომ ისევ მიგვაბავენ გაზპრომს ჩვენ ახლა თუ გაზპრომის ინფორმაციით მილიარდ 100 მილიონია დაემატება. არ არის გაზპრომი გულში ფიქრობს რომ საქართველოსთან ეს ხელშეკრულება ვადა გაზდის და ეხლა 9 მილიარდის დეფიციტი გაუჩნდება საქართველოს და მე მილიარდს ვაცვლი წელს 2026-ში მივაწვდი 2027-ში უკვე მილიარდ 9. რა თქმა უნდა ეს არ უნდა მოხდეს, ვინაიდან საქართველოს ბევრი დათმო, მათ შორის ის თავისი ასე ვთქვათ წილი მილში ასე ვთქვათ სივრცისა რომელთაც აგერ აზერბაიჯანის სარგებლობს და ასე შემდეგ, მაგრამ იმდენად არის ასე ვთქვათ მოწყვლადი ხელისუფლება, კვლავ აგერ დღეს რა ხდება ვენესუელაში და ირანში და კვლავ ევროკავშირის ლანძღვაგინებით არიან დაკავებული ტრამპის ეშინიათ, არიციან როგორ მოიქცნენ, კარგი შესავალი ჰქონდათ, გაჩვენებული არიან, ეხლა ისო ჩამოვაგდონ ეს აიათოლა იმაში ირანიდან საერთოდ შოკში იქნებიან. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ გადასახადად. მინდა თქვენთან კორუფციაზე საუბარიც გაზის თემას რომ მოვურჩეთ, გაზის თემაში არის
ასე ვთქვათ, ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის ანარეკლი, არის არაკომპეტენტურობის ანარეკლი, რაც დღეს მოხდა, ვიღაც თვალმა თუ ბახმელიაზე მყოფმა კანცელარიაში რა დოკუმენტი შეიტანა და ის იმ ადამიანს რაღაც მოხსნიან, მაგრამ კანცელარიის უფროსი გუშინ გამოდიოდა და საოცრებებს ამბობდა გუშინ წინ, რომელიც ქარდები რო არის ეს ბანერები რომ მოეფინარო 400 მილიონით თურმე ბიუჯეტზე არა ისახება, ხო? ინტერაუსის გადასახდელი. ასეთი რაღაცა თქვა და მე იმედი და პოზიტივი და რაღაცები რომ აიტაცებენ 400 მილიონის დაკარგვა აი ამ ინტერაუსის საქართველოს ეკონომიკაზე ნულოვანი ეფექტის მომხდენია. კი არ ვაზვიადებ საქართველოს მცირე და აზიანს არ ნულოვანი. და მეორე ეს ხელშეკრულებაა კახაძემ გალაძმი კი არ გააფორმაო ნაციონალურ მოძრაობამ გააფორმაო და ეს ადამიანი რომელიც ბანერებზე იყო გამოჩენებული აი არის პასუხისმგებელი რომელიც საერთაშორისო სკანდალის ასე ვთქვათ ობიექტი გახდა აი ამ ინფორმაციის გაჟონვის გამო. ეხლა რაც შეეხება რადგან ღარიბაშვილი ახსენეთ. ხო, აი პასუხისმგებელი პირები ხო არსებობენ, ანუ თითქოს ახლა ვხედავთ რომ კორუფციას ებრძვიან, ვიღაცებს რაღაც დადანაშაული ქონიათ ჩადენილი, რაზეც მედია აქამდე საუბრობდა, მაგრამ რაღაც აი თავარი პასუხისმგებლობის არიდების მცდელობასთან ხომ არ გვაქვს საქმე? სად მიდის ეს პასუხისმგებლობა? ანუ გადავდივართ პასუხისმგებლობაზე პირველი პოლიტიკური ასე ვთქვათ სისტემის ქვეყნის იზოლაციის გამო, მეორე აი ეს არაკომპეტენტური და მესამე გამოში კორუფცია, ინტერესები. არაფერი საქართველოში რაც არის ცუდი, არ არის მხოლოდ შეცდომების ბრალი. შეცდომასთან გვერდით აუცილებლად პირადი კორუფციული ინტერესები დგას. განსაკუთრებით გაზისა და ენერგეტიკის სფეროში. ეხლა აგერ ღარიბაშვილი ახსენეთ. ღარიბაშვილი ასოცირდება 6.5 მილიონ ჩანთაში ჩაწყობილ დოლარამდე, რომელიც ძალიან დიდია. ეს არის 20 მილიონი ლარი და 20 მილიონი ლარი არის ის ფული, რომელსაც მაგალითად მაკდონალდსი მოგების სახით ღებულობს ერთი წლის განმავლობაში. 1500 კაც ამუშავებს, გონი 39 რესტორანი აქვს, უნდა იწვალოს 1000 სისხლი ოფლი დაღვაროს და მიიღოს 20 მილიონი, რომელიც სახში და ღარიბაშიც, მაგრამ ეს არ არის მთავარი. კი, ეს არის ასე ვთქვათ, უკანონო თუ რაღაც შემოსა. მთავარი ის არის, რომ მან 400 მილიონი დოლარით აზარალა ქვეყანა, რომლის გადახდას ისევე დაიწყებს საქართველოს მთავრობა მომავალში, როგორც ასე ვთქვათ, ინტერრაო. ინტერრაო ასოცირდება კალაძესთან. კალაძემ გააფორმა დანაშაულებრივი კონტრაქტი. როცა ამბობს კანცელარიის უფროსი, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს იყო ეს კონტრაქტი გაფორმებული და კალაძე რაშვაშიაო, ეს ხო ძალიან აბსოლუტურად თავხედური განცხადებაა. კონტრაქტი მართლაც გაფორმდა ნაციონალური მოძრაობის დროს 2011 წელს. ინტერრაო უკვე იყო აქ საქართველოში შემოსული ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს. ინტერრაოს საქართველოში ჰქონდა თელასი და ხრამის ორი ხესი 25 წლიანი იჯარით. რა შესთავაზა საქართველოს ხელისუფლებამ? აი ამ ხრამის ხეს მოგყიდი. 25 წელი ამას ჰქონდეს და რაღაცა კაპიკები იხადოს ამ იჯარაში, არ ჯობია რომ გაყიდულიყო, მოგყიდი ამას, ოღონდ აიღე ვალდებულება. 3 ხესი ააშენე ხრამზე. მას ჰქონდა ხრამი 1, ხრამი 2, ააშენე დამატებით 3 ხესი. ჩადე 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია. და მოგყიდი და დათანხმდა მიყიდა მთავრობას 104 მილიონად, საკმაოდ ბევრი გადაიხადა. მეორე, მთავრობამ დაავალდებულა, რომ დაახლოებით 400 თუ 300 მილიონი ზუსტად არ მახსოვს ლარის ოდენობით ინვესტიცია უნდა ჩაედო თელასში. ანუ უზარმაზარი, დაახლოებით 9 მილიარდიანი საინვესტიციო ვალდებულება დააკისრა თუ აკიდა, როგორც გვინდა ისე ვთქვათ, ინტერრაოს. ოღონდ რის სანაცვლოდ რომ საქართველოს მთავრობა 15 წლის განმავლობაში ტარიფს არ შეამცირებდა. სასაცილოა ტარიფის შემცირება ვის გაუგია, მაგრამ შესაძლებელია რაღაც მომხდარიყო მსოფლიოში ესეთი ძვრები, რომ მართლაც ტარიფი შემცირებისკენ წასულიყო. სინამდვილეში ინვესტიციას რომ დებ ხრამში, ამოდენე ინვესტიციას ან თელასში, ეს თავის მხრივ ტარიფზეც აისახება და სტაბილურს ტარიფს. აისახება, ვინაიდან ინვესტიცია ტარიფში აისახება, ვინაიდან ზრდის პერსპექტივა უფრო მეტი იყო, ვიდრე ნაკლები. ეხლა ანუ იდეალური კონტრაქტი იყო. მოვიდა კალაძემ და რა შეცვალა? ესეც საიდუმლოა. ყოველი საიდუმლო გარიგების უკან დგას კორუფცია. არა მარტო თავიდან გეგონა რომ შეცდომა იყო. შეცდომა რა კალაძის ასე ვთქვათ კონტრაქტში 3 თეთრით
სოციალურად დაუცველი მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, რომელიც მოიხმარს 100 კილოვატ ელექტროენერგიას. ეს რა არის? რამდენიმე ნათურა ტელევიზორი და ასე შემდეგ ერთი მაცივარი. მათთვის შემცირდა ტარიფი. ოღონდ ასეთი რამე უთხრა ინტერრაოს, მოდი ტარიფი შემიმცირე, ყველა ვალდებულებას ჩამოგწერ. რა თქმა უნდა გაგიჟდა ინტერრაო, კი ბატონო რა არის 3-1 ტარიფი, სადაც მე წელიწადში ისე უკან დაბრუნდა ეს ტარიფი, მაგრამ რა მოხდა? ამის შემდეგ ყველა ვალდებულება გაქრა. ხრამზე 3 ელექტროსადგური არ ავაშენეთ, თელაში ინვესტიციები არ ჩაიდო და რატომ წავაგეთ 400 მილიონი და შეუძლებელია რომ ეს უცოდინარობით იყოს. აქ პირდაპირ არის ჩადებული ინტერაოს ინტერესები. ჩაიწერა რომ ლარის კურსი თუ შეიცვალა, ამ შემთხვევაში მთავრობამ ტარიფი უნდა აწიოს. მაშინ ლარი იყო 1.65, ვიცით ლარი გახდა 3 და 1, 3 და 2. მთავრობამ ეს ფული არ გადაუხადა, ინტერრაო წავიდა არბიტრაჟებში და იჩივლა და 400 მილიონი მოგვიგო და ჩვენ ვაკეთებდით ასეთ ინტერპრეტაციას, რომ ესენი არაკომპეტენტურები არიან. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ეს ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წელს, 2001 წელი ხელისუფლებაში მოსული არიან, ანუ ჯერ უნიათოებიც კი არ არიან. მოლოდინების რეჟიმში რო ვართ 2013 წელს ვიცოდით რომ არაკომპეტენტურები არიან და პოპულისტები არიან და მოსახლეობის გულის მოსაგებად და 2016 წლის არჩევნებისთვის რაღაცა ქულების ჩასაწერად გვეგონა რომ ასე ვთქვათ ეს შეცდომით იყო გაფორმებული. ნუ რას უკაცრავად, რისი შეცდომით? აი აგერ უზარმაზარი და ინვესტიციური ვალდებულება ჩამოეწერა და ამის შემდეგ იწყება რა? იწყება ის რომ საქართველოს თელაში შევარდნაძემაც კი არ დათმო ეს 25% ჰქონდა თელაში წილი. ადგა და კახა კალაძის ბიზნეს პარტნიორი ვიღაც ეს არ აქვს თუ ვიღაც არა, ნუ ვინმე ეს ხვიჩა მაკაცარია ერთ მშვენიერ დღეს წელწადნახევრის წინ გახდა ინტერრაოს ანუ არა თბილისის თელასის 25%-ის მფლობელი 25% სახელმწიფოს ხელში ნიშნავდა კონტროლს აუდიტის ჩატარებას სამთავრობო საბჭოში ადგილს უცბად რა გამოდის ახლა 400 მილიონს რომ კარგავთ ამას კალაძის პარტნიორი იღებს ირიბად თელაშიდან ეს შეუძლებელია ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდეს შეიძლება რომ თქვათ დაუშვათ ძალიან ისეთი გამოკიდებულია ჰაერში კითხვა ვინ იქნება შემდეგი შეიძლება ეს იყოს კალაძე გარიბაშვილი ასაც აკეთებდა არ იცოდა მაგრამ როდესაც დრო დადგა და მას ეს დასჭირდა პოლიტიკური თუ პირადი ბოღმის გამო რა ჩაიდინა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ შემთხვევითობა არის კაი გაყიდეს ჟანდაბას დანარჩუნებად გაყიდეს მაგრამ იგივე აი ამ მაკაცარიამ იყიდა საოცრება მოხდა. ყაზახებიდან გამოისყიდეს თბილგაზი 100 მილიონი ჩამოაწერეს საბიუჯეტო ვალდებულება, ბანკების ვალი დაუფარეს და ამ მაკაცარიას თბილგაზი გადასცეს ასე ვთქვათ ჩალის ფასად. ანუ აქეთ ზის თბილგაზში უკვე ყაზახების ნაცვლად ეს მაკაცარი ანუ კალაძის ბიზნეს პარტნიორი თელაში უკვე ზის და ანუ ინტერრაო დღეს არის ეს მაკაცარია და კიდევ შარშანწინ უფრო დიდი სკანდალი იყო 60 მილიონად გაყიდა წყალქვეშა კაბელი რომთაც ინტერნეტი საქართველოს შემოდიოდა კანონდარღვევი და დღესაც სასამართლოშია ფორმულად საქმე მიყიდა აზერბაიჯანს. ანუ ჩვენ უკვე მომავალმა ნაბიჯებმა დაგვანახა რომ ამ ენერგეტიკასთან დაკავშირებული აი ეს სასამართლო დავებში მარცხი ეს არ იყო შეცდომებით გამპირობებული. ეს იყო გამპირობებული სწორედ იმ კორუფციული სქემებით, რომელიც არსებობს როგორც ნამახვანში, ასევე ენერგეტიკის სექტორში, მოკლედ იძარცვება ქვეყანა. რა შეეხება როგორ ისარგებლებს ამით ივანიშვილი მას ძალიან მარტივად შეუძლია ყველა ეს საქმეები ამოწიოს და მე ერჩვენიერ დღეს რასაც ჩვენ ვაბრალებდით კი არა ვაბრალებდით კი არა ვეუბნებოდით რომ რასაც ვეუბნებოდით ვამხელდით რომ იგივე სიტყვებით ასამართლებენ ახლა მინისტრებს თავდაცვის მინისტრი იქნება თუ ვიღაც სხვა და იმას ღარიბაშვილს არ არის გამორიცხული ერჩვენიერ დღეს აი ამ გადაცემის სიტყვებით დადგეს სუსის ვიღაცა პრესამსახურის უფროსი და ილაპარაკოს ის რასაც ვამბობთ ჩვენ აქ ფასების და არის სახელმწიფოს შეცდომების საბიუჯეტო და ეროვნული ბანკის მონეტარული შეცდომების არის კორუფციის
არის ელიტური ასე ვთქვათ ბიზნესისა და საბოლოო ჯამში ხელისუფლების დანაშაული. ეს არის დანაშაული. და ეს ყველაფერი ხელშესახებია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ყველას ოჯახისთვის, იმიტომ რომ კორუფცია არ არის უბრალოდ ფული, რომელიც იპარება თეორიულად საიდან. ეს არის ფული, რომელიც მოხმარებოდა მოქალაქეების კეთილდღეობას. მიდის ვიღაცის ჯიბეში. დიდი მადლობა ბატონ რომან გოცირიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო თემები მიმოვიხილეთ.